შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემი ითხოვს ემა შაშიაშვილის გათავისუფლებას, ასევე აქ არიან მათი მშობლებიც, წარმოდგენილები და ამბობენ, რომ აუცილებელია ეს ადამიანი იყოს თავისუფალი, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ერთადერთი მხარდამჭერი მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის. ახლა მისი შვილი 24 წლის გოგონა არის მოთავსებული სპეციალურ დაწესებულებაში, თუმცა ვადა იწურება და ამ ვადის ამოწურის შემდეგ თუ კი ევა შაშიაშვილი არ იქნება თავისუფალი, მოუწევს დიდ დაწესებულებაში გადასვლა, რასაც ეს ადამიანები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამ ყველაფერს თან ერთვის ისიც, რომ თავად პატიმარი შაშიაშვილი არის ონკოპაციენტი და როგორც ადვოკატმა მოგვეწოდა ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ გამოიტანა ეს ინფორმაცია, ამბობს, რომ ის არის არაადამიანურ პირობებში საკანში ძალიან ცივა, არის ანტისანიტარია, რაც არა მხოლოდ მისთვის ღირსების შემლახველი, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არის ძალიან საზიანო სამომავლო ჯანმრთელობის პერსპექტივის თვალსაზრისით. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს ემა შაშიაშვილი, რათა თავადაც გადარჩეს და ასევე გადარჩეს მისი შვილიც, რომლის ერთადერთი მეთვალყურე და ერთადერთი მხარდამჭერი არის პატიმარი ქალი. ჩემთვის როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის მშობლისთვის ძალიან კარგადაა ნაცნობი ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ზრუნველობა ასეთ დროს. ის მზრუნველობა, რაც მოაკლდა ევა შაშიაშვილის შვილს სისტემის და უსამართლო სასამართლოს გამო, ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას, რომელიც თვითონ ონკოპაციენტია და ძალიან კარგად დავინახეთ ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში თუ როგორ ექცევა რეპრესიული სისტემა და სასჯელ ახსნილების დაწესებულებები ონკოპაციენტებს. მისი შვილი რჩება საერთოდ მხარდამჭერის და მზრუნველის გარეშე, თუ ევა არ გათავისუფლდება. შვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ვადა ფაქტიურად ამოწურულია მისი ყოფნის. შესაბამისად, თუ შვილი გამოვა სამკურნალო დაწესებულებიდან, მაშინ ის რჩება ყველანაირი მხარდამჭერის გარეშე და ჩვენი ინფორმაციით შესაძლებელია განთავსდეს დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ეს იქნება ასევე დამღუპველი ამ ადამიანისთვის, იმიტომ რომ ამ სახის დაწესებულებებში ჩვენ ვიცით სახალხო დამცველის ანგარიშებიდან და უამრავი სხვა ინფორმაცია არსებობს, რომ ადამიანები არიან გაცილებით დიდი რისკის წინაშე, რომ მათზე იძალადონ, ისინი აწამონ და იყვნენ არასათანადო და ადამიანისთვის შეუფერებელ პირობებში. სახელმწიფოს მინდა ვკითხო და მოსამართლეს მინდა ლელას ვკითხო, რომ რა გადაუდებელი საჭიროება ნახა, ასეთი რომ გაუშვა დროებით პატიმრობაში და ლევა ელოდება განაჩენს ციხეში. უბრალოდ ამისი რა საჭიროება ნახა და დიდი ინსტიტუცია როდის იყო გამოსავალი ჩვენი შვილებისთვის. უბრალოდ რა პირობებია, რა მოეწონა იქ. რა პირობები მოეწონა იქ, ისეთი, რომ სახლზე მეტად თulis, რომ ადამიანი უნდა იყოს იქ დიდ დაწესებულებაში. ეხლა დღეს ევას შვილი არის იძულებით კურნალობის ქვეშ. იძულებით კურნალობის ქვეშ ყველამ კარგად გაითვალისწინოთ და გაითავისოს, რას ნიშნავს. ხვალ და ზეგ უბრალოდ ვერ დაგიცავთ ფიზიკურად, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეხლა ამაზე ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ, ხვალ უბრალოდ თქვენი სივრცე აღარ დარჩება. ვიზეთ ამაზე ვიმხმავრებ. როგორც მშობლები გვიდასტურებენ, გაცილებით მეტი ადამიანი არის ამ აქციის მხარდამჭერი, თუმცა მათი შვილების განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, უამრავმა მათგანმა ვერ შეძლო ახლა პროკურატურასთან მოსვლა. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ მომენტშიც იმყოფებიან აქ, ადასტურებენ იმას, რომ აუცილებელია თავდაპირველად გაუმჯობესდეს ემა შაშიაშვილის მდგომარეობა, რომ ის გადაიყვანონ ადამიანურ პირობებში და საკანში, რომელიც არ იქნება საზიანო მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, თუმცა რა თქმა უნდა, ასევე მთავარი მოთხოვნა მათი არის ის, რომ ეს ქალი პატიმარი გათავისუფლდეს, რადგან ის არის ერთადერთი მხარდამჭერი მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილისათვის და ამით ფიქრობენ, რომ გადარჩება ორი ადამიანი. ასევე ერთი ფრაზა იყო დასამახსოვრებელი მათი კომენტარებიდან, ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას ორი ადამიანი ყავს დაპატიმრებული, არა მხოლოდ ემა, არამედ მისი შვილიც, რომელიც ახლა ითხოვს და საჭიროებს დედის მზრუნველობას. პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციიდან ხატია სამხარაძე გვერდებოდა.